27-28 ივლისის ღამით უკრაინამ მის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო აგრესიის ქვეყნის მიმართულებით ასობით უბილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, რომელთა სამიზნედ იქცა რუსეთში მდებარე ენერგო და სხვადასხვა დანიშნულების სტრატეგიული ობიექტები, მათ შორის ისინიც, რაცაც დამოკიდებულია რუსული ექსპორტი. ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, დრონებმა დაარტყეს როსტოვის ოლქში ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 250 კილომეტრში, ასევე იაროსლავის ოლქსა და უდმურტიის რესპუბლიკაში უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან 1300 კილომეტრში მდებარე ობიექტებს. კიევში აცხადებენ, რომ მიზანი არის მოსკოვის იძულება ზეწოლის გზით მიუბრუნდეს დიპლომატიურ პროცესს და დაასრულოს სრულმასშტაბიანი აგრესია. რუსული მხარის მტკიცებით უკრაინელთა სამიზნე მხოლოდ სტრატეგიული ობიექტები არ ყოფილა, არამედ სამოქალაქო დანიშნულების შენობებიც, რის შედეგადაც რუსი ოფიციალური პირების თანახმად როსტოვის ოლქში 5 ადამიანი დაიღუპა, მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში კი 12 პირი დაშავდა. კიევის ეგრეთ წოდებული შორი მოქმედების სანქციების შესახებ საუბარი მოუწია ვლადიმერ პუტინსაც. სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატის წევრებთან კრემლში შეხვედრისას მან კვლავ გაიმეორა ის, რაც დასავლელი ლიდერებისთვისაც და უკრაინის ხელმძღვანელობისთვისაც კარგადაა ცნობილი. მოსკოვი არ აპირებს სამხედრო მოქმედებების დასრულებას სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. Желая пошатнуть российское государство. რუსეთის სახელმწიფოებრიობის დესტაბილიზაციისა და ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივი განხეთქილების გამოწვევის მცდელობის ფარგლებში მათ სადეს ჩვენი ეკონომიკის, ფინანსური სისტემისა და საბანკო სექტორის დასუსტება, ასევე ჩვენი მეცნიერების, მრეწველობისა და განათლების პოტენციალის შერყევა. ისინი ვერ ახერხებენ რუსეთის დამარცხებას ბრძოლის ველზე, ამიტომ ფსონსდებენ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ღიად ტერორისტული მეთოდების გამოყენებაზე. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეები გმირულად იბრძვიან რუსეთისა და საკუთარი სამშობლოსთვის. მათ მხარს უჭერს მთელი ჩვენიერი და მთელი საზოგადოება. ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს და ერთად ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის, რუსეთისთვის. რუსეთის მშვიდობისკენ იძულების მიზნით უკრაინა აქტიურად უტევს არამხოლოდ აგრესიული ქვეყნის სიღრმეებს, არამედ კრემლის ჯარების ოკუპაციის ქვეშ მოქცეულ საკუთარ ტერიტორიებსაც, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძულს, სადაც 14 ენერგოობიექტია დაზიანებული. ეს არის კიევის კამპანიის ნაწილი, რომელიც გულისხმობს ანექსირებული ტერიტორიის იზოლაციაში მოქცევას და მის კუნძულად გადაქცევას, რამაც გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო. გასული თვის განმავლობაში ყირიმში მცხოვრებ რუს მოქალაქეებს დასახლებების დატოვება მოუწიათ, შეიქმნა საწვავის დეფიციტიც, ისევე როგორც რუსეთის ძირითად ტერიტორიაზე, სადაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქტის გაყიდვაზე ლიმიტებია დაწესებული. ქვეყანა, რომელიც 2026 წლის ივნისის მონაცემებით დღიურად 8 მილიონ ბარელზე მეტ ნავთობს აწარმოებდა, თავად აღმოჩნდა ენერგოკრიზისის წინაშე, უკრაინის გააქტიურებული დარტყმების გამო. მოსკოვს მოუწია რამდენიმე ნაბიჯის გაადგმა, ნედლეულის იმპორტი იმ სახელმწიფოებისგან, რომლებშიც მანამდე ნავთობს თავად ყიდდა და საწვავის ხარისხთან დაკავშირებული კანონმდებლობის შეცვლა. ავტოგასამართ სადგურებზე მძღოლებს ევრო 3-ზე და ხშირად ევრო 2 სტანდარტების ბენზინი და დიზელი ხვდებათ, რაც თანამედროვე ავტომობილების წყობრიდან გამოყვანას იწვევს, რომ აღარაფერი თქვეს მძიმე ეკოლოგიურ შედეგებზე.